დაიწყება უკვე ენერგეტიკის რუბრიკა, ძალიან საინტერესო თემით, საინტერესო სტუმრით და რა თქმა უნდა, თანაწამყვანებით. პირდაპირ ეთერში მინდა მივესალმო ჩვენს ანალიტიკოსს ენერგეტიკის საკითხებში, გიგა თვაურს. დღემში დონის გიგა, მადლობა შენი დროისთვის. მინდა მივესალმო უმშვენიერეს ჩვენს თანაწამყვანს, ირინა კომეთიანს, გრედას წარმომადგენელს. ირინა, მოგესალმები, ასევე ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და ასევე ჩვენს უმშვენიერეს სტუმარს მინდა მივესალმო, რომელიც გახლავთ იზა გოცაძე, აჭარისწყალი, ჯორჯიას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩვენს გადაცემაში. მოკლედ, თემატიკა არის ძალიან საინტერესო, გიგა, ირა და შესაბამისად დღეს უკვე ჩვენ სტუმართან ერთად აი ამ კონცეფციას გავშლით პირდაპირ ეთერში. გიგა, გადმოვდივარ შენთან და გისმენ ყურადღებით. მოგესალმები სანდრო, მივესალმები მაყურებელს, მადლობა შესაძლებლობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის გააზრებული გვაქვს, როგორი დიდი მნიშვნელობის არის დღევანდელი თემა. ჰიდროენერგეტიკა და იმ რესურსის ჯეროვნად ათვისება, რაც გაგვაჩნია, სწორედ ეს არის გზა ეკონომიკის სწრაფი და სწორი და მდგრადი განვითარებისკენ. მოგესალმებით, ძალიან გვიხარია ქალბატონო იზა გადაცემაში თქვენი მასპინძლობა, აუცილებლად უნდა გკითხოთ, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და დიდ პროექტზე, ეს გახლავთ შუახევი ჰესი. აუცილებლად უნდა გკითხოთ, როგორ შეაფასებდით თვითონ პროექტის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის განცალკევებით შეგვიძლია ვთქვათ ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა ენერგეტიკისთვის, იმიტომ რომ ეს ორი მიმართულება ურთიერთკორელაციაშია და აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ პრობლემატიკაზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის, რა გამოწვევები და წარმატებები ახლდა თან, როგორც მშენებლობის პროცესს, ასევე ოპერირებას. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში გადაცემაში მოწვევისთვის. ჩვენი კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია უკვე მრავალი წელია რაც საქართველოში საქმიანობს. ჩვენ ვართ ქართული კომპანია, თუმცა ჩვენს მფლობელებს წარმოადგენენ მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორები, ესენი არიან ნორვეგიული Clean Energy და ინდური Tata Power. ჩვენი ინვესტორების მიერ საქართველოში ჩადებულია ქართულ ენერგეტიკის სექტორში 550 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც სრულად გესმით რომ ძალიან დიდი მოცულობის ინვესტიცია და ამ მოცულობის არც ინვესტიცია არ არის ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ჩადებული და არც ამ მასშტაბის პროექტი განხორციელებული. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ესე დიდ პროექტზე, ბუნებრივია, რომ მას ახლავს თავისი გამოწვევები, მაგრამ მე მიხარია ის, რომ შუახევი ჰესი მას შეძლო და ირგვლივ შემოიკრიბა ისეთი პროფესიონალები, რომლებმაც ყველანაირი გამოწვევა დაწერეს. და ამ გამოწვევის დაძლევის შედეგად 2020 წელს უკვე შუახევი ჰესი გაიშვა და შუახევი ჰესი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში. აუცილებლად ჩაგეკითხებით, ლოგიკურად გავაგრძელებ შეკითხვით, მოდით საკითხის აქტუალურობა კიდევ უფრო რომ გავზარდოთ, როგორია თვითონ პროექტის წვლილი საქართველოს ენერგეტიკაში, მის ენერგო დამოუკიდებლობაში და ასე დავაფორმირებდი და კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ჰიდროენერგეტიკა არის მწვანე ენერგია და განახლებადი ენერგიის განვითარების ნაწილში. როგორია თქვენი წვლილი? ჩვენ დაახლოებით უკვე 2020 წლიდან ყოველწლიურად ზრდით შიდა გამომუშავებას დაახლოებით 5%, თუმცა აქვე მინდა აღნიშნო, რომ 2023 წელს, 24 წელს და მოლოდინი გვაქვს 2025 წელსაც პროექტით გათვალისწინებულ გამომუშავების კოეფიციენტს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. საშუალოდ რო თქვა, შუახევი ჰესმა ყოველწლიურად უნდა გამომუშავოს 450 მილიონი კილოვატ-საათ ელექტროენერგია, თუმცა ჩვენ შევძელით, რომ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებსაც ჩვენ ყოველწლიურად ვინერგავთ და ეს არ არის მხოლოდ შუახევი ჰესი აეშვა, აშენდა, გაეშვა და მუშაობს. არა, ჩვენ ყოველწლიურად ვინერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობა გქონდეს. ბუნებრივია, თქვენ იცით, რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ ჰიდრორესურსზე, ძალიან მნიშვნელოვანია თქვა, როგორ კლიმატური პირობები იქნება, მაგრამ იმისთვის, რომ თქვა, ჭარბი მობილების შემთხვევაში ჩვენ ვიყვეთ მზად და მაქსიმალურად ავითვისოთ ფილმის შესაძლებლობა, რაც შეიძლება იმ კონკრეტულ დროს მოგვეცეს, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ აი მუდმივად ტექნიკურად გავაუმჯობესოთ და გამოვიყენოთ მაქსიმალურად თანამედროვე ტექნოლოგიები. რთულია გადაცემაში ირა კომეთიანი რამით დაჩაგრო, თუმცა ირა ძალიან ბევრი დრო დავიჭირე, ერთ შეკითხვასაც დავსვავ და შემდეგ უკვე გადმოვალ თქვენთან. აუცილებლად უნდა გკითხოთ მენეჯმენტზე, იმიტომ რომ მშენებლობის პროცესში გაცხადებული გქონდათ, რომ უმთავრესად ქართული სამუშაო ძალა დაიკავებდა მენეჯერულ პოზიციას.
მისი უკვე 5 წელია ოპერირებთ, მინდა შეგაფასებინოთ და ზოგადად აი ცოტა საქვეყნო დონეზეც გავშალოთ, როგორია ჰიდროენერგეტიკის მნიშვნელობა აი ამ მაღალკვალიფიციური დასაქმების მიმართულებით. რა თქმა უნდა, თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე. პირველ რიგში დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ანუ აქაც ჩანს, რომ თქვენ მედია აქტიურად ადევნებთ თვალს იმ კომპანიების საქმიანობას, იმ გაცემულ პირობებს, რომლებიც ისინი გასცემენ ყველა ეტაპზე, როგორც მშენებლობის, ასევე ოპერირების და ნამდვილად ესე იყო ჩვენმა ინვესტორებმა და ჩვენმა გუნდმა თავდაპირველად გასაპირობა, რომ მართალია რომ მშენებლობის ეტაპზე თქვა 1000-ზე მეტი ქართველია დასაქმებული, მაგრამ ოპერირების ეტაპზე ჩვენ სრულად შევძლებთ რომ მინდა უბრალოდ გაწყვეტილ ხაზი გავუსვათ, რომ 1000-ზე მეტი დასაქმებული. რაც ნიშნავს ძალიან ისეთ შედეგს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ საქვეყნო მასშტაბით. ეს ალბათ უფრო ხშირად უნდა ვახსენოთ, უფრო ხშირად გამოვიდანოთ წინაპრებზე, იმიტომ რომ ერთმა კონკრეტულმა პროექტმა ამხელა უმეტესად მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილები მისცა ქართულ შრომით ბაზარს და შეიძლება გავაგრძელოთ. ნამდვილად ისეა და ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თქვა ჰესების მშენებლობა, თან ამ მასშტაბის ჰესების მშენებლობა, ეს არ არის მოკლევადიანი სამსახური. ეს არის მინიმუმ სადღაც 3-4 წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნა სტაბილური სამუშაო ადგილი. ეხლა მინდა რომ ირამ გააგრძელოს საუბარი და ისაც ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდებით და მოკლედ გავაგრძელებთ კონცეპტუალურად ამ თემაზე საუბარს. ირამ, ისმენთ. ირასთანაც მექნებოდა ანალოგიური შეკითხვა. ირა გრედას მენეჯმენტში ხართ, ძალიან ბევრ კომპანიას აერთიანებთ და მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ზოგადად აი ამ მიმართულებით, განახლებადი ენერგიის განვითარების მიმართულებით. როგორია ზოგადად რას გვაძლევს განახლებადი ენერგია ჩვენს დასაქმების ბაზარს, რამდენად მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალას, მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს ასაქმებს და ასევე მინდა გკითხოთ, რამდენად იზრდება ტრენდი, რო გითხრათ, ბოლო პერიოდში ქალების კონტრიბუცია აი ამ მაღალკვალიფიციური ადგილების შევსებაში. ძალიან დიდი მადლობა, გიგა. ძალიან დიდი მადლობა იზას პირველ რიგში სტუმრობისთვის. როგორც ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე ამ თემაზე, რომ ენერგეტიკის სფერო არის ძალიან პერსპექტიული და ძალიან მზარდი. თუმცა დღესდღეობით ჩვენ ძალიან განვიცდით, ასე ვთქვათ, კვალიფიციური პროფესიონალების ნაკლებობა გვაქვს. ამის ასე ვთქვათ, აღმოსაფხრელად თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ გრედა არაერთ საშუალებას ვიყენებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდები დავაინტერესოთ ენერგეტიკის სფეროთი. ჩვენ გვქონდა არაერთი ძალიან საინტერესო პროექტი დაწყებული სკოლებიდან, უმაღლეს სასწავლებლებში და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჩვენ ვაგრძელებთ. რაც შეეხება ქალების დაინტერესებასა და ჩართულობას ენერგეტიკის სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ მზარდია ეს სფერო, ქალები ნაკლებად არიან სამწუხაროდ წარმოდგენილნი. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო იმდენად, რამდენადაც ჩვახევი ჰესი არის ჩვენი წევრი კომპანია, გრედას წევრი კომპანია და რა თქმა უნდა ჩვენ ვადევნებთ თვალს მათ საქმიანობას და ძალიან კარგად ვიცი როგორია მათ კომპანიაში ქალების ჩართულობა და დასაქმება, თუმცა მე ამაზე იზას ვთხოვდი, რომ ისაუბროს, როგორია იზა ქალების ჩართულობა და თქვენ შუახევი ჰესი რას აკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და რაც შეიძლება მეტი ქალი დაინტერესდეს ენერგეტიკის სფეროთი. ძალიან საინტერესო შეკითხვა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ენერგოობიექტი და როგორც წესი მსგავსი ტიპის ენერგოობიექტებში, განსაკუთრებით საქართველოში, ქალები არ არიან ხოლმე აქტიურად წარმოდგენილი. მე შემიძლია ვიამაყო, რომ ჩვენ მენეჯმენტ გუნდში 60% შეადგენენ ქალები. ფინანსური მიმართულებით, გარემოს მიმართულებით, სოციალური მიმართულებით, მე მათ შორის, ანუ ჩვენ გვყავს წამყვან პოზიციებზე ქალები აქტიურად წარმოდგენილი. თუმცა არის რეალურად ის პრობლემა, რომ ტექნიკური მიმართულებით ქალები სამწუხაროდ არ გვყავს, ძალიან მოხარული. მაგრამ თუ ატყობთ, არის მაინც ზადობის, იმიტომ რომ ჩვენ გავიხსენებდი გრედას მიერ ჩატარებულ აქტივობებს
მათ პრინციპში მთელი საქართველო მოიარეს, მატა გორდეზიანი არის კულისებში, აქედან მოვიკითხავ პირდაპირ ეთერში. აქტიურად, როგორ შეიძლება ვთქვათ, პროპაგანდირებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეს დარგი და რამდენად მიდის თითოეულ ადამიანამდე, იმიტომ რომ არის მაღალანაზღაურებადი პროფესია. ვერ ატყობთ ბოლო პერიოდში მაინც რომ არის რაღაც გაზრდილი უფრო ინტერესი, გაზრდილი მომართვიანობა სივების ნაწილში და ასე შემდეგ. მე შემიძლია რომ კონკრეტული მაგალითიც მოვიყვანო და ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვნად არის ეს დამოკიდებული გრედას აქტივობებზე რომ ქალები ეს ახალგაზრდა თაობა განსაკუთრებით დაინტერესდეს ენერგოპროექტებით. აი ხა მაგალითად ეხლა ჩვენ სტაჟირებაზე გვყავდა ახალგაზრდა გოგონა რომელიც ძალიან დაინტერესებულია ენერგეტიკის სექტორით. ჩვენთან იყო 2 კვირა, აი ყველა დეპარტამენტში სათითაოდ გაიარა სტაჟირება, მიიღო კონკრეტული ცოდნა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ის აუცილებლად როდესაც დაამთავრებს სწავლას, ჩვენ გულ შემოვერთება რომელიმე კარგ ენერგოპროექტს და მე ვთვლი, რომ აი ამ პროცესში, რომ ახალგაზრდები, ქალები ინტერესდებიან ენერგოსექტორით, მე ვთვლი, რომ გრედას მიერ გაწეული საქმიანობის შედეგი ეს მნიშვნელოვნად არის და ნუ შედეგით სახეზე. გიგა მართალია ისაუბრა ეკონომიკასა და ასე ვთქვათ შუახევი ჰესის წილზე განახლებადი ენერგიაში. მაგრამ დამეთანხმებით ალბათ რომ მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის განსაზღვრელი კომპანიის წარმატების. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს თუ როგორ ზრუნავს კომპანია გარემოზე, ადგილობრივ მოსახლეობაზე, სოციალურ საკითხებზე. ასე ვთქვათ, კორპორაციული პასუხისმგებლობა იქცა ერთგვარ ხარისხის ნიშნად ბიზნესისთვის. მე ძალიან კარგად ვიცი თქვენი სოციალური პროექტების შესახებ და ჩვენს მაყურებელსაც რომ გავაგებინოთ, რატომ არის თქვენთვის პრიორიტეტული შუახევი ჰესისთვის სოციალური პასუხისმგებლობა და რა პროექტებს ახორციელებთ ამ მიმართულებით. ირა, ნამდვილად ესეა, თანამედროვე ბიზნესის ხედვა უკვე მნიშვნელოვნად გაცდა იმას, რომ კი განახორციელა ინვესტიცია, შევქმნი სამუშაო ადგილები, ვიხდი ყოველთვიურად გადასახადებს, ეხლა მაგალითად ეს ციფრიც მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ქონების გადასახადის სახით ჩვენ ამ წლების განმავლობაში, აი თითქმის უკვე 70 მილიონი ლარი გვაქვს გადახდილი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ აქ თანამედროვე ბიზნესის ხედვაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მეტი რასარგებელი მოგვაქვს რეგიონისთვის. ჩვენი თავიდანვე გაცხადებული პრიორიტეტი იყო, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ადგილობრივი ადამიანების ცხოვრების დონე და გრძელვადიან სურათში უნდა ავამაღლოთ რეგიონის ეკონომიკური განვითარება. და ანუ როგორ ვაღწევთ ამას? ჩვენ ვთვლით და თანამედროვე ბიზნესის ხედვაა, რომ სოციალური პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ერთჯერადი ინვესტიცია, ან თქვათ რაღაცა ერთჯერადად გაცემული სარგებელი, არა. სოციალური პროექტები უნდა იგეგმებოდეს ისე, რომ მან გრძელვადიანი შედეგები მოიტანოს. ჩვენ თავიდანვე განსაზღვრავთ 3 მიმართულება. ცნობიერების ამაღლება, რაც ნიშნავდა იმას, რომ ადგილობრივ სკოლებს დავხმარებოდით ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში, ახალი წიგნების ყიდვაში, სპორტდარბაზების მოწყობაში, ანუ მიგვეცა ის, თქვათ, რა დამატებითი სარგებელიც მათ სჭირდებოდა. მეორე და მნიშვნელოვანი ადგილობრივი თემების განვითარება. ადგილობრივი თემების განვითარებას როგორ ხედავთ? უნდა გაძლიერდნენ ეკონომიკურად ის ჯგუფები, რომლებსაც კონკრეტული ბიზნეს იდეები აქვთ და აი მე ძალიან ვამაყობ ამ პროექტით. აი ხო ჩვენ მაგალითად ამ წუთში მიმდინარე პროექტი გვაქვს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა, სადაც უკვე 31 ქალი დავაფინანსეთ და აი მათი ბიზნესები არის აი წარმატების მაგალითი, აი როგორ ძალისხმევას დებენ იმაში, რომ მათი ბიზნესი ყოველდღიურად გაძლიერდეს. და მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ინფრასტრუქტურული განვითარება, როცა ჩვენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ვმუშაობთ, თქვა რა არის კონკრეტულად იმ თემებისთვის, აი იმ რეგიონისთვის საჭირო, სადაც ჩვენ ვოპერირებთ. ეს ყველაფერი ხდება იმ მილიონობით გადასახადის მიღმა, რომელსაც ჩვენ თქვათ ვიხდით ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში. ამიტომ ვთვლით, რომ სოციალური პასუხისმგებლობა არის ბიზნესის ახალი ხედვა, რომელიც ყველა კომპანიის კორპორაციული კულტურის ნაწილი უნდა იყოს. ამ ყველაფერს და გაცემული პირობების შესრულება ჩვენ რო საუბრობდით ცოტა ხნის წინ ინჟინრებს, ხო? გაბეცით პირობა, რომ დავასაქმებთ ქართველ ინჟინრებს. დავასაქმეთ ქართველი ინჟინრები და დღეს ისინი მართავენ შუახევი ჰესს. რომ გავეცით პირობა, რომ ჩვენ განვახორციელებთ სოციალურ პროექტებს და აქ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი. არა მხოლოდ მშენებლობის ეტაპზე.
არამედ ოპერირების ეტაპზეც. და ფაქტია, ანუ ჩვენ შევასრულეთ პირობა მშენებლობის ეტაპზე და უკვე 2020 წელს, როცა თქვენ იცით შუახევი ჰესი გაეშვა უკვე ოპერირებაში, ამ დროსაც ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ სოციალურ პროექტებს და ვცდილობთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მეტი სარგებელი იგრძნოს. იზა აუცილებლად უნდა შეგეკითხოთ, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, უბრალოდ ვერ გაგიშვებთ ამ შეკითხვის გარეშე. პირველ რიგში ჩემაც დავაფიქსირებ, რომ აი ამ აქტივობებზე გაცილებით უფრო დიდი ხმა უნდა ისმოდეს, იმიტომ რომ აი თქვენმა დღევანდელმა სტუმრობა დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანში შეცვლის იმ არასწორ პარადიგმებს, რაც ჰიდროპროექტებთან დაკავშირებით არის. რა რეკომენდაციას მისცემდით ჰიდროკომპანიებს, რომლებიც ან დაგეგმვის, ან მშენებლობის პროცესშია, რას ეტყოდით მათ, რომ იოპერირონ უკეთესად თქვენი მაგალითიდან გამომდინარე, კომუნიკაციის ნაწილში დარჩევას გასცემდით და ზოგადად როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა ოპერირებდეს თქვენ გარკვეულწილად თქვენი პრაქტიკა თქვით ჰიდროპროექტი დაწყებიდან, ანუ პროექტის დაგეგმვიდან გაშვებამდე. 3 წუთი გვაქვს ამისთვის, 1 წუთი გიგამოიბარა აქედან. პირველი დავეცდები რომ ძალიან მოკლედ ჩავეტიო, პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. პროექტის საწყისი ეტაპიდან, აი განავითარების ეტაპზე უკვე უნდა იწყებოდეს კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან. დაინტერესებული მხარეები ვინ მყავს, ხო? მთავარი არის სახელმწიფო, არის ადგილობრივი მოსახლეობა, მედია და მედიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესში, რომ მედია ყველა ნაბიჯზე იყოს ინფორმირებული. მედიას აქვს ძალიან დიდი ძალა და ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ პირველი ეტაპიდან ბოლო ეტაპამდე გამჭირვალე, მუდმივად უნდა პასუხობდეთ მედიის კითხვებს ამ პროცესში რა. ეს იქნება კრიტიკული კითხვა თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ითხოვს მედია, მიაწოდე ინფორმაცია და ჩვენ მაგალითზე მე ვიტყვი, რომ არ ყოფილა არც ერთი პრეცედენტი, როდესაც ჩვენ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რასაც ჩვენგან მედია ითხოვს, არ მიგვაწოდებინა. გამჭირვალეობა ამას ვიტყოდი რა. პირველ ეტაპზე მთავარია გამჭირვალეობა. მეორე ეტაპზე კომუნიკაცია არ უნდა იყოს ერთჯერადი. მე ვთქვათ, მქონდა ერთჯერადად ურთიერთობა ჩემ მთავარ სტეიკჰოლდერებთან, ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ კომუნიკაცია იყოს განგრძობადი. ანუ მუდმივ რეჟიმში უნდა ველაპარაკოთ ჩვენ სტეიკჰოლდერებს. უნდა მიბაწოდოთ ინფორმაცია, ეხლა რა ეტაპზე ვართ, სად ვართ, რას ვაკეთებთ. თან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მე მგონია, რომ ერთი ტერმინი უნდა დავივიწყოთ კიდე. ცნობიერების ამაღლება. იმიტომ რომ აი საზოგადოებაში ეს ტერმინი თითქოს აღიქმება, რომ ვინმე ჩვენ რამეს ვასწავლით. არა. ჩვენ უბრალოდ უნდა გავცეთ ინფორმაცია და დაინტერესებული მხარეებისგანაც უნდა მივიღოთ ეს ინფორმაცია. ეს არის კომუნიკაციის პროცესი, იმიტომ რომ ამ თუ უკავშირი არ გვექნა, კომუნიკაცია ვერ შედგება. ამიტომ ჩემი მთავარი რეკომენდაცია იქნება ხანგრძლივი 2015 წლიდან ენერგეტიკის სექტორში ვარ. პირველი ეტაპიდან კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ მხარებთან მაქსიმალური გამჭირვალეობა და კომუნიკაცია არა მხოლოდ მშენებლობის დროს, არა, უნდა შევქმნათ საუკეთესო მაგალითები ჩვენ ოპერირების დროსაც, უნდა ვიყოთ ჩვენს დაინტერესებულ მხარებთან მუდმივად ანგარიშვალდებულებიც ვართ, რომ მივაწოდოთ მათ ინფორმაცია. მხოლოდ ამით შეიძლება რომ დაიწყოს წარმატება. ბრავო და ფანტასტიკური რეკომენდაციების გასცა ის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. თქვენი დროისთვის, თქვენი დროისთვის ძალიან დიდი მადლობა თანაწამყვანებს დღეს ასევე ძალიან საინტერესო ინტერაქციისთვის და კითხვებისთვის. კარგი, ძალიან კარგი ენერგეტიკული რუბრიკა გამოგვივიდა.